პროტესტის ზუსტად 302 დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ არის გადაკეტილი. მარშის მონაწილეები მოვიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სტანდარტულად და ტრადიციულადაც პროტესტი სწორედ აქ გრძელდება. მარშრუტი იყო დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი. ის დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, შემდგომ უკვე აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს განათლების სამინისტროსთან სიმბოლურად და ახლა როგორც ხედავთ ჩვენ ვართ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. დღევანდელი დღე ეძღვნებოდა ნინო დათაშვილს, ქართული ოცნების მიერ დაპატიმრებულ დატყვევებულ მასწავლებელს და სწორედ აქცენტები კეთდებოდა ამაზე, რომ ეს ადამიანი დათაშვილი არის დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის ძალიან სევდიანი აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც უწყვეტად 302 დღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და ქართული ოცნების წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას. მათი განმარტებით ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელმაც საქართველოს აქცია მაგიდის ქვეშ დამალული მასწავლებლების ქვეყანად და ნინო დათაშვილი არის ღირსეული მასწავლებელი, რომლის პროტესტიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ვერ აიტანა და მათთვის სწორედ ეს არის იმის ცალსახად დადასტურება და დემონსტრირება, რომ ივანიშვილის გუნდი ებრძვის ყველას და ყველაფერს, ვინც მის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარსა და პროტესტს ბედავს. ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად იბრძოლებენ ნინო დათაშვილისა და სხვა სინდისის პატიმრების გათავისუფლებისათვის, რადგან მათი განმარტებით ახლა პროტესტის მთავარი ხაზი სწორედ რუსთაველზე გადის, რომელიც მათი მტკიცებით 4 ოქტომბერს იქნება გადავსებული და ამბობენ, რომ ეს დღე იქნება კიდევ ერთი საკვანძო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეუბნებიან, რომ ნინო დათაშვილმა საქართველოს გაარტყა. კი, მაგრამ პრემიერ-მინისტრებმა, ministris მოადგილემ ამდენი ფულები რო წაიყენ სახში და ჩაიჯიბენ და მისი შვილები საზღვარგარეთ რომ სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ვის გაარტყა ხელი? თელ საზოგადოებას ხო არ გაარტყა და ჩვენი ჯიბიდან ამოღებული გადასახადები ხო არ მიითვისა. ნინო დათაშვილია ეხლა ციხეს დასაჟენი თუ ეს თავრობა მისი კობახიძეა. ყველა მასწავლებელს ვეტყვი, რომ ნინო დათაშვილი იქ იქნება, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ. იმიტომ ძალიან მაგარია, ძალიან ძლიერია, საუკეთესო მასწავლებელია და მომავლის მასწავლებელი. ერთგვარი სანიმუშო დასჯა არის ნინო დათაშვილის დასჯა, იმიტომ რომ მართლა ყოველგვარ საზღვრებს ცდება, რომ ადამიანი, რომელიც დგას სადღაც კანონიერად და მას უკანონოდ მიაცრევენ და ამ დროს წინააღმდეგობისთვის 3 თვე იჯდეს ციხეში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი. მასწავლებლების 90% მაინც ძალიან კარგად იაზრებს იმას, რომ საით მიდის ეს ქვეყანა და როგორ იღუპება ეს ქვეყანა. განსაკუთრებით ფილოლოგები, ისტორიის მასწავლებლები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და ისინი თუ შეიკრიბებიან, აი თითოეულ სკოლაში 50 მასწავლებელი რო შეიკრიბება, ვერავინ ვერაფერს ვერ უსამს მათ. ჩემი მთავარი სურვილი არის ის, რომ ნინო გათავისუფლდეს მალე ციხიდან და დაგვიბრუნდეს ჩვენ. და მაგრად და მედგრად იყოს გარეთ ჩვენთან ერთად. ამდროულად ვერ გაუძლებს და ნინო დათაშვილი არის კიდე ამის განსახიერება, რომ რეალურად განსხეულება არის ქართული ოცნების პოლიტიკის, რომ დაჩაგრული, დაბალხელფასიანი, გაწამებული მასწავლებელი, რომელიც გაბედავს და საკუთარ აზრს გამოთქვამს, ის უნდა ჩასვა ციხეში და უნდა პოლიტიკურ პატიმრად აქციოდა. ხა ამას თუ ვეგუები ჩვენ და ჩვენ თუ ამ მასწავლებლებს შევწირავთ და ჩვენი შვილების მომავალს შევწირავთ, რა ვიცი, მაშინ ეს საზოგადოება ყველაფერს იმსახურებს და მე დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. პროფესორები, მასწავლებლები, მეცნიერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პროტესტის მონაწილეები. ეს არის იმ საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც შეკრებილი იყო განათლების სამინისტროს მიმდებარედ. მათ ეს ადგილი შეარჩიეს სიმბოლურად, რადგან ფიქრობენ, რომ დაპატიმრებული მასწავლებლის სოლიდარობის ნიშნად სწორედ განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი, რათა მიაწვდინონ ხმა ყველას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ ნინო დათაშვილის სახით ღირსეული ადამიანი, ღირსეული მასწავლებელი მოამწყდია 4 კედელში, რომელიც იბრძოდა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს არის პროტესტის ზუსტად 302 დღე და მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ იანვარში ანონსებდა ამ პროტესტისა და აქციების დაშლას, ხედავთ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეების შემართება არის უცვლელი და ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებლად მიიყვანენ ამ ბრძოლას ბოლომდე და რომ ქართული ოცნება პოლიტიკური თვალსაზრისით აუცილებლად დასრულდება. გარდა ამისა, აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ მართალია ახლა ითვლიან აქციის დღეებს, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სულ მალე ბიძინა ივანიშვილის გუნდის დღეებს აითვლიან პოლიტიკური თვალსაზრისით. რუსთაველის გამზირიდან ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.